ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ჩემი მანიფესტია. ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, არავინ შეეცდებოდა მის წართმევას. ჩვენი ხმა რომ არ ესმოდეთ, არ შეეცდებოდნენ მის ჩახშობას. ცამდე მართლები რომ არ ვიყოთ, არ დასჭირდებოდათ ამდენი ტყუილი, უზარმაზარი, ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნა და მერე ამუშავება. ძალიან ბევრნი რომ არ ვიყოთ, არ დაიწყებდნენ ჩვენ თვლას და მერე ამ გამოთვლილის 10-ზე გაყოფას. ჩვენს ერთად დგომას, უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეს, თავისი უკვე შექმნილი ბინძური მეთოდებით არ შეეცდებოდნენ მთელი ქვეყნის დაქუცმაცებას. პარტიული, გენდერული თუ 1000 სხვა ნიშნით დაყოფას და ჩვენს დარწმუნებას რომ პოლარიზაცია მეფობს და თურმე ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. ერთმანეთი ასე ძლიერ რომ არ გვიყვარდეს, არ დაგვიწყებდნენ სიძულვილისენით ლაპარაკს და მტკიცებას რომ თითქოს ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები რომ არ ვიყოთ, არ დაგვარქმევდნენ უსამშობლოს და რადიკალს. ახალგაზრდობა ასეთი გონიერი, ასე ლაღი და მშვენიერი რომ არ იყოს, არ შეეცდებოდნენ მათ გაშავებას, სატანისტების, გარყვნილების 1000 ბინძური რამის დარქმევას და დამცირებას. სტუდენტებს უზარმაზარი ძალა რომ არ გქონდეთ, გასაცოდავებული რექტორები არ შეეცდებოდნენ სამარცხვინო მეთოდებით უნივერსიტეტის შენობებიდან თქვენს გაძევებას, გაყინვას, მოტყუებას და დაშინებას. სამართლიანობის აღდგენის, ასე ძლიერ რომ არ ეშინოდეთ, არ გადააქცევდნენ სასამართლო შენობას საბჭოთა ცირკად და მოსამართლეებს ყვირილის ფონზე, ყურზე კვერცხის ცილა ჩამოკიდებულ მოკეიფე გვამებად. პოლიციელებს ღირსება შელახული რომ არ ჰქონდეთ, არ შეეშინდებოდათ დროშების, ლაზერების, ფერადი პირბადეების, არ იდგებოდნენ დარცხვენილნი, უმოქმედო, ან და შეშინებული ტურების ხროვასავით არ დაესეოდნენ მარტო მდგარ გოგოს, ან ბიჭს საცემრად და მერე დასაკავებლად. მათ რომ ჩვენი სიკვდილამდე არ სხვენოდეთ და ეშინოდეთ, არ დამალავდნენ ვინაობას, არ დაიმალებოდნენ შავი ნიღბების, გაზის, ფარების, იარაღების, სამარცხვინო კანონების, ან და ყალბი მანიაკალური ღიმილის და უფროსობისგან დაზეპირებული ტყუილი მესიჯბოქსების უკან. და ჩვენ, თანადგომა და სოლიდარობა, ერთმანეთზე ზრუნვა რომ არ შეგვეძლოს, არ დაიწყებდნენ ქილიკს რომ თითქოს აზრი არ აქვს არც პროტესტს, არც წინააღმდეგობას და არც გაფიცვას. და კი, ეს ყველაფერი საშიშია. ძალიან საშიში. რომ არ გვეშინოდეს, არ დაგვიცავდნენ ჩვენი მეგობრები მეგობრებს, შვილებს და მშობლებს ფერადი ბოლებით, მაშხალებით და გაზის კაფსულების განეიტრალებისგან დამწვარი ხელებით და ფილტვებით. რომ არ გვეშინოდეს, არ ირბენდნენ დასახიჩრებული და ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები ჩვენს დასაცავად და თავის სიცოცხლის ფასად არ შეეცდებოდნენ ამ ომის გაჩუმებული სახში თბილად ჩაწოლილი ხალხისთვის ჩვენებას და სიჩუმე. სიჩუმე ყველაზე საშიში იარაღია და სიმართლის დასამარცხებლად. სიჩუმემ გირგვლიანის დედის ცრემლების დროს დღეს შუა უამრავი ცრემლიანი დედა იმ ეგრეთ წოდებულ სასამართლოსთან, რომელშიც ისევ გირგვლიანის მოსამართლე მსაჯულობს. სიჩუმე დღეს გადააქცევს ხვალინდელ დღეს კიდევ უფრო უსამართლო, უფრო სასტიკ და უფრო საშიშ რეჟიმად. შენი სიჩუმე გზას გაუხსნის მოძალადე რეჟიმს დაჩაგროს, სცემოს და უსამართლოდ დააკავოს შენი მეგობარი, შვილი ან მშობელი და ვეღარაფერს იზამ მერე მათ გადასარჩენად. ჩვენს მიერ აღქმული წარსული ხან ძალიან საამაყო და ხანაც არც ისე რომ არ იყოს, არ გვეცოდინებოდა დღეს სად ვართ და რა ხდება. და აწმყო ასე რთული და თან შთამაგონებელი რომ არ იყოს, არ გადავიქცეოდით თითოეული მოქალაქე სამშობლოს გადამრჩენელ რიგით ჯარისკაცებად. და რადგან მომავალი ასეთი მკაფიო, ლაღი, ლამაზი, თავისუფალი და სიცოცხლით სავსეა, ღირს რომ არ გაჩუმდე, ღირს ამოიღო ხმა,
რადგან შენი ხმა მშვენიერია, ის ყველას ესმის და ძლიერია. ღირს რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო, იყო მისი მცველი და გამავრცელებელი, რომ მერე ტყუილმა ერთიანად არ გააცამტვეროს შენი ან სხვისი ცხოვრება. ამიტომ ჩაჰკიდე ხელი გვერდით მდგომს, ღრმად ჩაისუნთქე და დაიჯერე, რომ შენი სიმართლით, სილაღით და თანადგომით, სხვისგან ნაჩვენების სოლიდარობით, ჩვენთვის უცხო ადამიანებისგან ნაგრძნობის სიყვარულით და შენზე ზრუნვით, აუცილებლად დაძლევ შიშს, აუცილებლად დაამარცხებ გამაყრუებელ სიჩუმეს და მიხვდები, რომ არაფერია ამაზე ძლიერი, ვერაფერი დაამსხვრევს სიყვარულით, სიმართლით, რწმენით და თანადგომით ნაშენებ ერთობას. და ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ტყუილებით, რკინის გისოსებით შეფუთულ ჭერს და გავიმარჯვებთ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია.